მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ. ახლა ვნახოთ ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, თქვენს კარებს. რა ცვლილებებია, რა მოდის? მიხარ თქვენ რომ გავიგოთ ზუსტად თქვენი იქნება ეს გაშლა თუ არა. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მეგობრებო. რა ენერგიებში ხართ ახლა? რა მიხვდეთ თქვენი ეს გაშლა თუ არა? პირად გაშლებისთვის პირადში. ერთ კითხვაზე გაშლებს არ ვაკეთებ. მიხარ თქვენ რა ენერგიებში ხართ? დახურულ კარებში თავს ურტყავთ, ესე იგი, გამალებით, თავს არა, ჩაქუჩს ურტყავთ ამ შემთხვევაში. დახურულია რაღაცა თქვენ წინაშე კარები და აი ჯინით, თავით აწვევით, რომ მაინც გავამტრევ, მაინც ჩემსას გავიტან, მაინც თითქოს თქვენი არ ესმით, თითქოს რაღაცა წინაღობა გაქვთ, ეს შეიძლება იყოს ადამიანების გაუგებრობა თქვენთან მიმართებაში. და მაინც თქვენსაც ამტკიცებთ, მაინც გინდათ რომ თქვენი სიმართლე გააგებინოთ ამ ადამიანებს, ამ სიტუაციას, რაღაცა ბარიერი გადალახოთ, რაღაცა გაიმარჯვოთ, თქვენი გაიტანოთ. აი ამ კარებში ყველასთვის სხვადასხვა კარები იქნება, ეს იქნება ურთიერთობის თემატიკა, ეს იქნება ჭვიანობის თემატიკა, ეს იქნება ახალი სამუშაოს თემატიკა, დაწინაურების თემატიკა, რაღაცა ფინანსის მოხვეჭის ყველას საერთო გაშლაში თქვენი გაქვთ. ძირითადად უნდა მიხვდეთ ხოლმე. აი ამ კარებს მიდგომი ხართ, ასე ვთქვათ, რომელიც ამოშენებულია უკვე, კარებიც არ არის პრინციპში აქ. და სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ გარდა იმისა, რომ გაანგრიოთ ეს კარები, უროთი, ჩაქუჩი არ არის, მარტივად უროა. და ძალიან კარგი თქვენი წარმოდგენით შანსები გეძლევათ ფინანსური ან ურთიერთობის. ეს არის მიწიერი სიამოვნების მდგომარეობა, ეს არის შანსი, ოქროს შანსი, რომ აი იმ კარებს მიღმა უკვე სადაც თქვენსას გაიტანთ და გაიტანთ ამ უროთი და თავით თქვენ სიმართლეს, თქვენ გულწრფელობას, თქვენ სურვილს და ჟინს, რაც გაკავშირებთ აი ამ კარებს მიღმა, რა თქვენი აზრით რაც არის, გელოდებათ ოქროს შანსი. შეიძლება ბევრისთვის ეს იყოს გასაღებები მომდის თვალში და ენერგეტიკულადაც და ამასაც დავაკონკრეტებ, ნაწილისთვის შესაძლებელია იყოს პირდაპირ გაგებით, შეიძლება რემონტი გაქვთ, ამასაც ვიტყვი. და რაღაცნაირად გაგეწელათ ან ერთი სული გაქვთ დაასრულოთ და აი უკვე თქვენ თვითონაც ეხმარებით შესაძლებელია მუშებს იმაში რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს. ეს ერთი ვარიანტი იქნება ასეთი ხალხი. მეორე ვარიანტი იქნებიან ვისთვისაც პრობლემატური შეიძლება იყოს საკუთარი ბინის შეძენა, მანქანის შეძენა და აი ამ თემატიკას აწვევით, ასე ვთქვათ, ახლა ამ უროთი რომ იშოვოთ ფინანსი, იშოვოთ იპოთეკა, იშოვოთ განვადება, არ ვიცი, რაღაცა საშუალება იმისი მიიღოთ, რომ აი ეს გაიტანოთ ეს კარები, თქვენი გაიტანოთ და ამ ყველაფერს ურჩევთ ახლა გასაღებებს, რომელი სიტუაცია გამოდგება, აქაც გასაღებები გვაქვს, აქ ამ შემთხვევაში ქალბატონს უჭირავს ხელში და აცმა აქ გასაღებების, აქ სერიოზულ თემატიკაზეა საუბრები, მეგობრებო, უფრო ნაკლები შანსია რომ ურთიერთობაზე იყოს, მაგრამ ასევე გამორიცხული არ არის, ვინაიდან საერთო გაშლა გვაქვს, რომ რაღაც ნაწილისთვის შეიძლება უდგებოდეს თქვენი გასაღებების დასტას, ურჩევდეთ, ასე ვთქვათ, თქვენ იმ პარტნიორს, ვისაც აწვევით, რომ ჩემი უნდა გახდე მაგალითად. და ესე გასაღებებს არჩევთ ახლა. მუშაობაში ხართ, რომელი გამოდგება, ჩამოსხმაში ხართ, კბილანებს არჩევთ, როგორ ხასიათზეა, მოკლედ. რაღაცნაირად მუშაობის რეჟიმი გაქვთ, მუშაობა ურთიერთობაზე, მოლბობა, მობოდიშება, თუმცა აქ უფრო თავით გაგაქვთ თქვენი, ანუ ის რომ უარი გითხრეს და დანებდით, ასეთი სიტუაცია არ გაქვთ, მაინც თქვენსას აწვევით, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ენერგეტიკა ასეთი ამეც აღარ დავხარჯავ ამ ყველაფერში დროს, თუ ატყობთ იდენტიფიკაციურად, რომ ასე თუ ისე თქვენზე იქნება ეს გაშლა, მაშინ გავიგოთ რამ დამავიწყო, არ ვიცი, მაგრამ მაინც ამომვარდა. ცვლილებები, რა ცვლილებები მოდის თქვენ კარებზე, რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, ამ გაზაფხულს რა მოაქვს. თუ ახლა ნახავთ, ახლა მოქმედებს, მაშინ მოქმედებს, მოკლედ, ჩემი გაშლები, როცა ნახულობთ. შეიძლება 1 წლის მერე ამოგივარდეთ რეკომენდაციაში, იმუშავებს მაშინ თქვენთვის.
მოკლედ რა მოდის პირდაპირ გავიგოთ რა ცვლილებები რას შეეხება პირველ რიგში აქ სამი კარტიდან ორი მაღალი არკანი ამოვიდა გაუგებრობაში ხართ, მარტოობაში ხართ და კანონიერების თემატიკა, სამართლიანობის თემატიკა, ვისაც თემა ამ შემთხვევაში ეხება იმ ადამიანებს, ვისაც ქორწინება, განქორწინების თემატიკა გაქვთ და გაგონებაც არ გინდათ ამ ყველაფრის ხელებს ასავსავებს, შეხედვაც არ გინდათ ამ თემაზე, დაფიქრებაც არ გინდათ საერთოდ რომ ასეთი თემატიკა შესაძლებელია მოხდეს, განსაკუთრებით განქორწინება და ოჯახის დანგრევა და 6-იან პენტაკლით ელოდებით რომ აი ესეთი სურპრიზული დღე ერთ დღეს გათენდება, კარს გააღებთ და სამყარო რაღაცას აჩუქარს დაგახვედრებთ იმისას, რომ ეს იქნება SMS-ის სახით, თქვენი პარტნიორის მოლბობის სახით, სწორედ აი იმ კარების გაღების გამტრევის ენერგეტიკა თქვენი, რომ აი თქვენი გაიტანეთ და მოარჯულეთ თქვენი ჭირვეულის მორჯულევასავით თქვენი პარტნიორი, განქორწინებაზე თუ მყარად იდგა, ასე ვთქვათ, და არ უნდა შეცდომების აღიარება ან მიტევება თქვენთვის, ყოველთვის სათავისო ვარიანტი იქნება 10-იან პენტაკლით ეს სიტუაციურად ეს მდგომარეობა ვისაც გაქვთ, ელოდებით აი ამ კიდევ მეორე სამყაროს სიურპრიზს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი წინა შეგრძნებაც შეიძლება გაქვთ, რომ ვიცი რომ გამომივა. აი სწორედ ამიტომაც ამ მურუთი აწვევებით, რომ არა, შევრიგდებით, ყველაფერი დალაგდება, გადავიტანთ ერთად და ასე შემდეგ, სავარაუდოდ შეიძლება თქვენ შეცდომასაც ხვდებით, არ არის გამორიცხული და ამიტომაც ვერ გეთმობათ თქვენი ეს პარტნიორული ურთიერთობები ოჯახურ კავშირზე აქ ამ შემთხვევაში, ან სამოქალაქო ოჯახურ თანაცხოვრებაში ვინც იყოფებით. იმ ადამიანებისთვის საბოლოო ჯამში თქვენსაც გაიტანთ და ეს ოჯახური სტაბილურობა და ეს ჰარმონია, ასე ვთქვათ, შენარჩუნდება აქ პანჯარაში. ბავშვიც როგორი ბედნიერია, არ ვიცი, კამერა არ იჭერს. მოკლედ თქვენსაც გაიტანთ ამ შემთხვევაში რაღაცა პატარა პაუზასავით გექნებათ, ცოტა აპათიურ მდგომარეობაში იქნებით ამ შემთხვევაში. ამაზე დაფიქრებაც კი რო არ გინდათ, მაგრამ მოგიწევთ დაფიქრება, იმიტომ რომ დრო გექნებათ ამ ყველაფრის გაანალიზების რა შეგეშალათ და როგორ უნდა გამოასწოროთ. კიდევ რა თემაზე იქნება სიახლე თქვენ ცხოვრებაში? რა შეეხება სულიერების ამაღლების თემატიკას. აქ შეიძლება ბევრმა თქვენგანმა მღვდელს მიმართოთ, მამაოს მიმართოთ, წინამძღვარი იშოვოთ, თუ არ ყოლიათ წინამძღოლი იშოვოთ, ასე ვთქვათ, სულიერების მასწავლებელი ადამიანი ეს შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით მასწავლებელი და ზოგიერთი შეიძლება ტრენინგზე წახვიდეთ, არც ეს არ არის ამ კარტით გამორიცხული, მიუხედავად იმისა, რომ აქ ნახეთ ცხრები ყავს პატარა ბატკნები ფეხებში, მოკლედ აქ არის დიდად უფრო მეტი პროცენტი, 80% სულიერების გამოღვიძების მასწავლებელს შეხვდებით თქვენ ცხოვრებაში, რომელიც დააბალანსებს თქვენ ემოციურ ფონს და ესეთი მთავარ ანგელოზის გვერდზე ყოფნას იგრძნობთ. ისეთი სიტუაცია გექნებათ, აი სტრესული მდგომარეობა, უძილობა, დეპრესიები, აქ წარმოდგენილია ქალბატონი ჰაერისტიკის ხმის დედოფალი, რომ შეიძლება თქვენ ბრძანდებით ჰაერისტიკის ტყუპების სასწორი მერწყული, მაგრამ მნიშვნელობა ამას აუცილებელი არაა საერთო გაშლაში. ძალიან ისე აი ანალიზით იქნებით გადართული და ეს ფიქრები თქვენი წარმოსახვა რაღაცა კოშმარის, რაც უძილობაში ჩაგაგდებთ, დეპრესიაში და გაგანერვიულებთ ხოლმე, როგორც მინიმუმ, ეს არის თქვენი დახვეული, ასე ვთქვათ, მენტალური მდგომარეობა, რომ გამოსავალი არ არის, რომ ეხლა ისევ ყველა ისეთი ადამიანი უნდა შემხვდეს, რომ შანსი არ არის ვინმეს შანსები მივცე ურთიერთობის, მაგალითად დაბალანსების და დაბალანსების. მოკლედ, თქვენი მთავარ ანგელოზის, თქვენი ფარველი ანგელოზის თქვენ გვერდზე ყოფნას იგრძნობთ და ამ გზას გაჩვენებთ ყველა ვარიანტში. თქვენი მასწავლებელი სულიერი აღმზრდელი, ზოგისთვის მამაო, ზოგისთვის ეზოთერიკის წარმომადგენელი, ტაროლოგი, ნუმეროლოგი, ასტროლოგი, ასეთ ადამიანს ვინც ეძებთ, იპოვით და ძალიან კარგი შედეგები ექნება თქვენთვის, ვინც არ ეძებთ, შეიძლება თქვენ ასწავლოთ ასეთ გზა მისცეთ ადამიანებს იმისთვის, რომ გულის ტკენისგან შორს დადგნენ და ყველაფერი დაალაგდეს კარმულად, ისე როგორც საჭიროა თავის დროს.